ორგანიზაციების სადაზღვევო სექტორს. ამას ახლა კონკურენციის სააგენტო გაარკვევს, რომელსაც ბანკებში სადაზღვევო პროდუქტების რეალიზების მონიტორინგი დაევალა. საკითხი დღის წესრიგში დაზღვევის კავშირის მორიგი მიმართვის შემდეგ დადგა, სადაც მზღვეველები ბანკებს არაკეთილსინდისე კონკურენციაში უკვე წლებია ღიად ადანაშაულებენ. საქმის მოკვლევის საფუძველი ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციაც გახდა, სადაც აღნიშნულია, რომ ფინანსური ორგანიზაციების მიერ ბაზარზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვა კვლავ გამოწვევად რჩება. მზღვეველების საბანკო და სადაზღვევო სფეროში ფინანსური ინტერესების მკაფიოდ გამიჯვნის აუცილებლობაზე მიუთითებენ და დაზღვევის მარეგულირებელი ნორმების დაწესებას ითხოვენ. უზრუნველყოფს თუ არა რეალურად რეგულაციები თანაბარ შესაძლებლობებს სექტორის წარმომადგენლებისთვის და როგორ ხედავენ მზღვეველები ამ ვითარებაში გამოსავალს. საქართველოს სადაზღვევო კავშირის ხელმძღვანელი ლაშა ნიკოლაძეა დღეს ბიზნეს სტანდარტის სტუმარი, რომელიც გადაცემის მეორე ბლოკში ჩემს თანაწამყვან ლევან კალანდაძესთან ერთად ისაუბრებს იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ამ მიმართულებით ბაზარზეა. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. მოგესალმებით. მეორე ბლოკში როგორც თიკომ აღნიშნა, ფრიად საინტერესო თემით და ფრიად საინტერესო სტუმრით წარვდგებით. ბატონ ლაშა, მოგესალმებით. მოგესალმებით. ჩვენი სტუმარია ბატონ ლაშა ნიკოლაძე, საქართველოს დაზღვევის კავშირის ხელმძღვანელი. თემა, რომელზეც ჩვენ შევეცდებით ვისაუბროთ და გარკვეული კომუნიკაცია ჩვენს მაყურებელთან დავამყაროთ, არის ის განაცხადი, ის თხოვნა, მოდით ასე ვთქვათ, რომლითაც საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს ბატონ ლაშას ორგანიზაციამ და მასში გაერთიანებულმა სადაზღვევო კომპანიებმა მიმართეს. თემა უკავშირდება საფინანსო სექტორის მიერ გარკვეული საბანკო პროდუქტების შეძენის დროს გარკვეულ რისკს, რომელიც მათი მხრიდან გარკვეულ დისკრიმინაციულ ნიშნებს, როგორც თქვენ აღნიშნავთ, ატარებს. მოდით რომ სანამ უფრო დეტალებში, ბანო ლაშა, ჩავიდოდით, უფრო დეტალებში სანამ ჩავიდოდით, აღვნიშნოთ ის საფუძვლები, რაც გახდა კონკურენციის სააგენტოსთვის თქვენი მომართვის, ასე ვთქვათ, წინაპირობა და გარკვეული საფუძველი, იმიტომ რომ ეს არ არის ერთჯერადი აქტი, ეს არ არის თემა დაკავშირებული მხოლოდ დღეს მომხდარ თემებთან, როგორც თქვენ აღნიშნავთ, ეს რაღაც გარკვეული წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიცია და აქედან გამომდინარე ის ფოთები, ის რისკები, რომელიც სადაზღვევო სექტორმა დაინახა, რაღაც გარკვეულ წინაპირობებს იღებს. მოდი დავიწყოთ ამაზე საუბარი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველად ვარ თქვენ სტუდიაში, თქვენ ძალიან მომხიბლავ სტუდიაში, იმ ახალგაზრდა კოლექტივთანაც, რომელიც ასეთი, ასე ვთქვათ, ლამაზი სტუდიის უკან დგას და წარმატებული ყოფილიყოს თქვენი საქმიანობა. ძალიან აქტუალურ საკითხზე შევიკრიბეთ დღეს ჩვენ აქ სამსჯელოდ, ფაქტია. ცოტა შორიდან დავიწყებ, როგორი რისი საფუძველის თქვენმა კითხვამ მომცა, ბატონო ლევან. და მოდით მთლიანად საფინანსო სექტორი საქართველოში ერთი-ორი სიტყვით დავახასიათოთ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ყველაზე განვითარებული, გაცილებით უფრო განვითარებული, ვიდრე ვთქვათ, მიკროსაფინანსოები და სადაზღვევოები არიან ბანკები, ისინი დღეს პრაქტიკულად ეკონომიკის დომინანტებს წარმოადგენენ და საერთოდ არ აგვაქვს ფასიანი ქაღალდების, ასე ვთქვათ, განვითარების რაიმე ეტაპი, რომელიც ასევე ეგრეთ წოდებული ალტერნატიული ბაზარი, დიახ, რომელიც შექმნიდა საპირწონეს, ვთქვათ, ბანკებისა და იგივე საპენსიო ფონდებისა და გრძელვადიანი ფულისა. მე კერძო საპენსიო ფონდებს გულისხმობ, რა საკვირველია. ნუ გვაქვს ის, რაც გვაქვს და შესაბამისად ამ დიდი ძმის ძალიან წარმატებული ბიზნესის, საბანკო ბიზნესს გულისხმობ ამ შემთხვევაში ჩრდილქვეშ, ერთგვარად ჩრდილქვეშ სადაზღვევო ბიზნესი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ განიცდიდეს გარკვეულ ტენდენციურ, ასე ვთქვათ, ზეგავლენებს. როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს საკითხი არ ახალია. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გამოიკვეთა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ბანკებმა ერთგვარად მოიცალეს სადაზღვევო ბიზნესისთვის, ხო ეს განვითარების ეტაპებს გადის და მივიდა იქამდე, რომ 2019 წელს 12-მა სადაზღვევო კომპანიამ და შევახსენებ მაყურებელს, რომ დღეს საქართველოში რეგისტრირებული და ლიცენზირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, მათგან 12-მა
ერთობლივი წერილით აღნიშნეს და დაახასიათეს ეს პრობლემა, მიწერეს სხვადასხვა ასე ვთქვათ საზრდამხედველო ორგანოებს და მოითხოვეს გარკვეული რეაგირება. მოდი დავაკონკრეტოთ ბანო ლაშა. რაზე არის ლაპარაკი? კონკრეტულ პრობლემაზეა საუბარი. მე ვახსენე რომ ბანკების ერთგვარი დომინანტური მდგომარეობა კაპიტალის ბაზარზე მათი გაცილებით დიდი ზეგავლენები ორი მიმართულებით. ეს არის როგორც მონაცემთა ბაზების და მათი დამუშავების მიმართულებით, ასევე უშუალოდ ეკონომიკურ სუბიექტებთან ურთიერთობაზე ზეგავლენების მიმართულებით. ანუ მე ჩემი ეგრეთ წოდებული დატაბეიზის დამუშავებით შემიძლია რომ კონკრეტულ მომხმარებელს კონკრეტული მისი საჭიროების მიხედვით შევთავაზო იმ მომენტში, როცა მას სჭირდება, თუმცა ბანკის მონაცემთა ბაზა ერთი სუბიექტის ასე ვთქვათ დახურული ინფორმაცია უნდა იყოს, მაგრამ გარკვეულწილად ბადებს რომ მათივე სადაზღვევო ინსტიტუციების მიერ ეს იქნა გამოყენებული, მეორე უშუალოდ კლიენტებთან ზეგავლენის ნაწილი. გულისხმობ არა მარტო საკრედიტო ურთიერთობების დროს და დამერწმუნება ჩვენი მაყურებელი რომ როდესაც ადამიანი კრედიტს იღებს ღრმად არ შედის იმ დისკუსიაში თუ რა დოკუმენტებს თავაზობს ბანკი ხელმოსაწერად მათ შორის დაზღვევის ნაწილში. ბანულაშა თქვენ მაინც რაღაც ორად მიჯნავთ იმ სადაზღვეო სექტორს რომელიც საბანკო პროდუქტებს ემსახურება, მაგალითად იპოთეკური ზესხის აღების დროს სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტს შეიძლება სთავაზობდეს. ანუ ეს ორად გაყოფილი სადაზღვეო ინდუსტრია რატომ არის ესეთი აქტუალური? მოდით ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ბანკებთან ასოცირებული და აფილირებული სადაზღვეო კომპანიები და კომპანიები, რომლებიც ბანკებთან არ არიან აფილირებული. რატო შეიძლება თქვენი მოსაზრებით და თქვენი კოლეგების მოსაზრებით უპირატეს მდგომარეობაში იყოს საბანკო სექტორთან არსებული სადაზღვეო კომპანია? მე აი გავყვები ამ ისტორიის მოყოლას, ესე იგი 2019 წელი ვახსენე და 2021 წელს დაინახარა ეს პრობლემა ბანკების ასე ვთქვათ ზედამხედველმა ეროვნულმა ბანკმა შეეცადა რომ აღნიშნული პირდაპირ ზეგავლენა რაც თქვენ ბრძანეთ საკრედიტო ურთიერთობების დროს სხვა ზეგავლენებზე მე ახლა ვსაუბრობ შეეცადა რომ სამმაგი შეთავაზებით ანუ პირდაპირი ჩანაწერიც არის ამის შესახებ ნორმატიულ აქტში. მოთხოვნა არის მოთხოვნა უფრო სწორედ. ნორმატიულ აქტშიო სამმაგი შეთავაზება გაიგო. ანუ სამი სადაზღვეო კომპანიის პროდუქტი უნდა შესთავაზოს. დიახ, კი ბატონო. თუმცა კიდევ ვიმეორებ და ისევ შევახსენებ ჩვენ მაყურებელს საკრედიტო ურთიერთობის დაწყების დროს თქვენი საკრედიტო ოფიცერი ან კლერკი რასაც გთავაზობთ ну ალტერნატივების ძებნას მომხმარებელი ძალიან იშვიათად იწვევს. და ფორმალურად ჩვენც როცა სასესხო ურთიერთობებში შევდივართ ბანკთან, მეც მქონია შემთხვევა რომ მომდის მესიჯი კონკრეტული სადაზღვეო კომპანიების ჩამონათვალით. თუმცა რამდენად ვირჩევთ ეს ან რამდენად ვაკეთებთ ეს მეორე საკითხია, თუმცა ფორმალურად ხომ დაცულია. მეორე მომენტი არის კიდევ აი პირდაპირ დავამთავრებ ტექნიკურად ასეთი სადაზღვევების შემოთავაზებები ეგრეთ წოდებულად ჩაშენებულია საბანკო ბაზებთან და ასე ვთქვათ გამარტივებულია კიდევ და შესაბამისად ამითაც ამართლებენ ხოლმე ბანკის თანამშრომლები რომ აი ეს ასე ვთქვათ მონიშნე ესა და ამით დამთავრდება ასე ვთქვათ თქვენი სადაზღვევო ურთიერთობა. ეხლა რა გვაძლევს ამის საფუძველს? კიდევ ვიმეორებ, მე დადასტურებულ ფაქტებზე ვერ ვილაპარაკებ, მანამ სანამ ეს ყველაფერი თქვენი სამსახურის მიერ და სხვა სამსახურების მიერ სათანადოდ მონიტორიზირებული არ იქნება და ასე ვთქვათ, ფაქტები დალაგებული არ იქნება, მაგრამ თუნდაც სიცოცხლის დაზღვევა, რომელიც ჩვენ შემთხვევაში მხოლოდ საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევა არის საქართველოში, სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად, მაგრამ 93-97% ამ სიცოცხლის დაზღვევისა მხოლოდ ბანკებთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიების ეს საჯარო ინფორმაცია დავაზუსტოთ ხო? დიახ, საჯარო ინფორმაცია, იმიტომ რომ ეს ქვეყნდება დაზღვევის ზედამხედველის საიტზე, იქ ძალიან ადვილია ვნახოთ, ესე ვთქვათ, ბაზრის წილი სიცოცხლის დაზღვევაში, რომელიც იგულისხმება საკრედიტო სიცოცხლე, რომელ კომპანიებზე არის გადანაწილებული. გარდა ამისა, როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს მხოლოდ ერთი ურთიერთობა საკრედიტოს დროს მეორე ზეგავლენაც არსებობს. როდესაც საშუალო ამ მსხვილი კლიენტია ბანკის, რომელიმე ეკონომიური საქმიანობის სუბიექტი, ხო? ბანკის რჩევა გარკვეულად ამ ბანკის კეთილგანწყობას განაპირობებს ხოლმე. ეს რჩევა შეიძლება მოიცავდეს სადაზღვევო ურთიერთობების კომპონენტსაც. ანუ სადაზღვევო კომპანიის არჩევას გულისხმობ? დიახ, სადაზღვევო პროდუქტის, სადაზღვევო კომპანიის და სადაზღვევო მიდგომების ძალიან დეტალებში რო ჩავიდეთ. ანუ არ არის მხოლოდ წმინდა საკრედიტო ურთიერთობებში, ასე ვთქვათ, ლაპარაკი,
აქ არის ლაპარაკი, რომ ასე ვთქვათ, სხვა დანარჩენი ზეგავლენების ნაწილი. მე ვახსენე ასევე მონაცემთა ბაზები. მონაცემთა ბაზები არის ყველაზე დიდი ღირებულება, რომლებზეც ბიზნესმა შეიძლება სათანადო გათვლები გააკეთოს, ხო? იგივე თუ ყველაზე დიდ სოციალურ ქსელებს ავიღებთ, საზოგადოებისთვის ძალიან კარგად ცნობილ სოციალურ ქსელებს, მათი ყველაზე დიდი ღირებულება სწორედ ასეთი მონაცემთა ბაზების დამუშავების და სარეკლამო შეთავაზების ღირებულებაა. ზუსტად ამ ნაწილში და კიდევ მესამე თუ აქვე გავიხსენებთ, ეს არის ის რესურსი, შეუზღუდავი რესურსი პრაქტიკულად იმ სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომელთა უკანაც ბანკი დგას და რომლითაც კიდევ უფრო შეიძლება ასეთმა სადაზღვევო კომპანიამ დომინანტური მდგომარეობა გაიმყაროს ბაზარზე. ყველაფერი ამის, ასე ვთქვათ, ერთად თავმოყრა საფუძველს გვაძლევს და არა მარტო ქართული, არამედ არაქართული გამოცდილება, სხვა ქვეყნების გამოცდილებაც გვეუბნება, რომ ინტერესთა კონფლიქტის ნაწილში, რისკის გადანაწილების ნაწილში, ხო, მოგებაზარალის ნაწილში, რომ ბანკების ერთგვარად შეზღუდვა ხდება სადაზღვევო მონაწილეობაში. რაც დღეს ჩვენ საქართველოში სახეზე არ აქვს. გვაქვს მხოლოდ ის სამაგი შეთავაზება, რომელიც როგორც თქვენ ბრძანეთ და მე ხაზს გაუსვამ, რომ ფინანსური მდგრადობის 2002 წლის ანგარიშში ეროვნულმა ბანკმა ძალიან მკვეთრად აღნიშნა, რომ ის რაც 2021 წელს დაიწყო სამაგი შეთავაზება, არ აღმოჩნდა საკმარისი და კონკურენტული გარემო კიდევ უფრო მეტი ასე ვთქვათ დაკვირვების საფუძველს წარმოადგენს. როგორც ჩანს, ის 21 წელს მიღებული 21 წლის 9 მარტის ბრძანება ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა, რომელიც აწესებს ამ გარკვეულ რეგულაციებს და უჩენს ყოველ შემთხვევაში მომხმარებელს საბანკო პროდუქტის შეძენის დროს მომხმარებელს რაღაც სამი ალტერნატივის გამოყენების საშუალებას, როგორც ჩანს, ფორმალურად თითქოს მოიცავს ამ ყველა სტანდარტს მომხმარებლის უფლების დაცვისა და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის ამ კონკრეტული პროდუქტთან მიმართებაში. თუმცა მე სწორედ ეს თემა მინდა გავაგრძელო, თქვენ ახსენეთ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის ანგარიში 2022, სადაც ძალიან ცხადად წერია და რამე რო არ შეგვეშალოს ჩვენი მაყურებლისთვის პირდაპირ წავიკითხოთ, რომ ფინანსური ორგანიზაციების მიერ ამ შემთხვევაში საბანკო გულისხმება სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვა კვლავ გამოწვევად რჩება. აღნიშნული რისკის პრევენციის მიზნით და აი ამაზე მინდა ეხლა ვისაუბროთ. შესაძლებელია განხილულ იქნას ფინანსური ორგანიზაციებისთვის სადაზღვევო კომპანიების ფლობისა და მათ შორის სტრუქტურული კავშირის, ასევე ფინანსური ორგანიზაციების ადმინისტრატორთა ანაზღაურების სქემაში დაზღვევასთან შემოსავლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ბანკი რაღაც გარკვეულ დაშვებას აკეთებს იმისა, რომ სადაზღვევო კომპანიები შეიძლება აღარ იყვნენ პირდაპირ აფილირებულები საბანკო სექტორ. ანუ კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სადაზღვევო კომპანიების დაფუძნების, ფლობისა და მართვის უფლება ბანკებს აღარ უნდა ჰქონდეთ? კი ბატონო, აი მე ვეცდები, რომ სამი პოზიცია, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ჩაშალა, კიდევ უფრო ასე ვთქვათ გასაგებად ავხსნა. პირველი ეს არის პირდაპირად აქციის ფლობა სადაზღვევო კომპანიაში ბანკების მიერ. მე ვთქვათ ციტირებ და ვხსნი ეროვნული ბანკის ჩარწეს. მეორე ეს არის ურთიერთკავშირი, ანუ თუნდაც ერთი და იგივე ჰოლდინგის ქვეშ არაპირდაპირი აქციების ფლობა ასევე შეზღუდულია. ეს არის დაკავშირება რაც ეროვნულმა ბანკმა ახსენა. და მესამე გახლავთ ადმინისტრირება, ანუ ბანკმა რომ არ მიიღოს საკომისიო ანაზღაურება თავისივე პროდუქტზე დაზღვევის გაყიდვის დროს. გასაგებია. რაღაცა ფინანსური შუამავლის ეს არის ადმინისტრირების ნაწილი. იცი და ლაშა ძალიან საინტერესო იქნება ამ თვალსაზრისით დასავლური პრაქტიკის და გარკვეული გამოცდილების ალბათ გაზიარებაც და ნახვაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს საკითხი ცალსახად გადაწყვეტილია, რომ საბანკო სექტორს არ აქვს არაპროფილური მათ შორის სადაზღვევო აქტივების მართვის. ზოგ ქვეყანაში ნაწილობრივ დაშვებულია, ზოგ ქვეყანაში საერთოდ არ არის რეგულირებული. ძირითადი ტრენდი სოფლიოში ამ თვალსაზრისით როგორი იკვეთება? სანამ პირდაპირ განხილვაზე გადავალთ, მე ისევ დაუბრუნდები ქართული ბაზრის რეალურ ანატომიას. ჩვენ რო გქონდეს განვითარებული სადაზღვევო ბაზარი, თუნდაც ნახევარი იმ მოცულობისა, რომელიც ბანკებს აქვს, მაშინ აღნიშნული საკითხი არ დადგებოდა.
რატომ? ასე ვთქვათ, ვერ დაჩრდილავდნენ და ვერ გავრცელებდნენ ამ ზეგავლენას. შესაბამისი კონკურენტული ზონის გათვალისწინებით. ძალიან პატარები ვართ. აი მაგალითად მე მოგების პარამეტრებით რო ვიმსჯელოთ და ვთქვათ ბრუნვებზე რო აღარავიდეთ, წელს როგორც დაანონსებულია, საბანკო ინდუსტრია 2 მილიარდიან დაახლოებით წმინდა მოგებას დააგენერირებს. სადაზღვევო კომპანიების შემთხვევაში 9 თვე რაც უკვე გამოქვეყნებულია 34 მილიონზეა ლაპარაკი. შედარებაც ხო, საერთოდ ამიტომ ის გამოცდილებები, რომელიც უცხო ქვეყანაში არსებობს და თქვენ სწორედ ვძანეთ, რომ არსად არ არის პირდაპირ ასე ვთქვათ დაშვება, მე ვლაპარაკობ განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებზე, ხო, კაპიტალის სწორი მიმოქცევის ქვეყნებზე. პირდაპირ რომ გადმოვიტანოთ აქ, ალბათ მართალი არ იქნება, იმიტომ რომ იქ ხშირ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიები, საპენსიო ფონდები გაცილებით უფრო დიდ აქტივებსა და კაპიტალს ფლობენ, ვიდრე ბანკები. ამიტომ აქ წმინდა ინტერესთა კონფლიქტის ნაწილზე უფრო არის იქ, ასე ვთქვათ, შეზღუდვები, ვიდრე ზეგავლენების გავრცელებაზე. იმიტომ რომ ერთადერთი ბიზნესი გარდა კაზინოსა და გემბლინგისა, სადაც შეიძლება ფული წააგოს, ასე ვთქვათ, კომპანიამ, ეს არის დაზღვევა. დაზღვევის ინსტრუმენტი არის როგორც ფულის შეგროვება, ესევე გაცილებით დიდი ფულის გადახდა იმისთვის, ვისაც ეს იმ მომენტში ჭირდება და უჭირს. მე მგონი ძალიან საინტერესო პროცესი გველის წინ, ისევე როგორც კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან და ეროვნულ ბანკთან ერთად ამ პროცესის, ამ кейსის შესწავლის თვალსაზრისით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მონიტორინგი, ჩვენი მაყურებლისთვისაც ალბათ ცნობილია უკვე, დაიწყო მონიტორინგი ამ პროცესის. ბუნებრივია წინასწარ ჯერ საუბარი იმაზე, რომ კონკრეტულად რა შეიძლება გამოიკვეთოს და მით უმეტეს რა კონკრეტული რეკომენდაციები შეიძლება კონკურენციის ეროვნული სააგენტო გამოვიდეს, ამაზე ალბათ ჯერ ნაადრევია. სანახავია ბუნებრივია უცხოეთის გამოცდილებაც, გასავლელია უკვე ლოკალური რისკები და ლოკალური საფრთხეები, რომელიც ამ პროცესს ახლავს, ან შეიძლება ახლდეს. დავაკვირდეთ ამ პროცესს. ფაქტია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკულად თითოეულ ადამიანს, თითოეულ ოჯახს, თითოეულ ჩვენგანს ეხება, ყოველდღიურობას ეხება და რაც უფრო მეტად იქნება კონკურენტული გარემო დაცული ამ თვალსაზრისით, მით უფრო მეტ სარგებელს ბუნებრივია ჩვენი მომხმარებლები მიიღებენ. მე ვიღებ პირობას თქვენგან, რომ ამ საკითხზე კიდევ შევხვდებით, უკვე როცა გამოიკვეთება გარკვეული სიახლეები ამ თვალსაზრისით და კიდევ უფრო მეც ვისაუბრებთ ამ საკითხზე. დავაკვირდეთ ძირფასო ტელემაყურებლებო ამ პროცესს ერთად. ეს იყო ბიზნეს სტანდარტი, ჩვენ ხვალ შევხვდებით კიდევ უფრო მეტი ახალი სიახლეებით ბიზნესსა და ეკონომიკის შესახებ. მადლობთ, კარგად გრძანდებოდეთ.